პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო დანაპირებს ასრულებს. შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო რეგულაციები თანდათან მკაცრდება. დაიწყო უსაბუთო იმიგრანტთა მასობრივი დეპორტაციის პროცესი. მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე იქ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი გადაიგზავნა. გადაცემაში ახლა მაია ქვარცხავა გვერდება, რომელიც ახალ საიმიგრაციო ზომებზე უფრო დეტალურად ისაუბრებს. მაია, მექსიკის საზღვარზე შექმნილი ვითარება ბევრს მათ შორის ქართველ იმიგრანტებსაც აინტერესებთ. მოგვიყევი რა მდგომარეობა ახლა იქ და რამდენად სახიფათო გახდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. მარი, ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე სიტუაცია მართლაც დრამატულად იცვლება და მისი უკანონოდ გადაკვეთა კიდევ უფრო სახიფათო გახდა. დავიწყოთ იმით, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველზე მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების დასახმარებლად მექსიკის საზღვარზე უკვე გადაიყვანეს ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით ჯარისკაცების სამართალდამცავებს საზღვრების უკეთ გაკონტროლებაში, მიგრანტთა შეკავებაში და ფიზიკური ბარიერების აღმართვაში დაეხმარებიან. მომდევნო კვირებში იქ ამერიკის არმიის კიდევ უფრო მეტ ქვედანაყოფს ელიან. მართალია ჯარისკაცების ნაწილი შეიარაღებულია, მაგრამ ისინი მიგრანტების დაკავებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ამ ეტაპზე არმიას სამართალდაცვით ქმედებაში ჩარევა კანონით ეკრძალება. თუმცა თუ პრეზიდენტი ტრამპი ქვეყანაში შეჭრის აქტს ამოქმედებს, მაშინ ჯარისკაცებს ამერიკის ტერიტორიაზე ადამიანთა დაკავების, ჩხრეკისა და სხვა ქმედების უფლებაც მიეცემათ. ეს პრეზიდენტ ტრამპის ძალიან ძლიერი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის. თუ შეერთებული შტატების კანონს და არ უღებთ, შინ დაგაბრუნებენ, დაგაკავებენ, გაგასამართლებენ. ნუ ჩამოხვალთ. არმიის ქვედანაყოფები მესაზღვრეებს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანების დეპორტაციაშიც ეხმარებიან. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ცნობით, მათ სამხედრო თვითმფრინავებით სამხრეთ ამერიკის მიმართულებით უკვე არაერთი რეისი განახორციელეს. ამერიკული მედიით ვრცელდება ვიდეოები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ აბრუნებენ ასობით უსაბუთო იმიგრანტს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, მათ შორის მექსიკაში, გვატემალასა და კოლუმბიაში. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უსაბუთო იმიგრანტებს გვანტანამოს ციხეშიც გადაიყვანენ, სადაც ამერიკას ყველაზე საშიში სამხედრო დამნაშავეები, მათ შორის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორები ჰყავდა დაკავებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უსაბუთო იმიგრანტებს მარტო მექსიკის საზღვარზე არ აკავებენ. ვრცელდება ცნობები დიდი ქალაქების საწარმოებში და დასაქმების სხვადასხვა პუნქტებზე მოწყობილ რეიდებთან დაკავშირებითაც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ 3 დღეში 2000-ზე მეტი უსაბუთო იმიგრანტი დააკავეს ნიუ-იორკში, მაიამიში და ამერიკის რამდენიმე სხვა ქალაქში. შემოწმების წინააღმდეგ აქამდე არსებული კანონიერი დაცვის მექანიზმები მოეხსნა ეკლესიებს, საავადმყოფოებს, სკოლებსაც კი. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი რეიდებისგან შეერთებულ შტატებში დაცული არც ერთი ადგილი აღარ არის. ტომ ჰოფმანი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საზღვრების დაცვის ხელმძღვანელად დანიშნული ოფიციალური პირი, რომელსაც მეტსახელად საზღვრების მეფეს ეძახიან, ამბობს, რომ რეიდების სამიზნე ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე უსაბუთო იმიგრანტები არიან. თუმცა მომავალში შეიძლება ეს განსაზღვრება გაფართოვდეს. ახლა საზოგადოებრივი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ვწყვეტთ. პრიორიტეტებით ვსაზღვრავთ. პრეზიდენტ ტრამპის პირობას ვასრულებთ. თუმცა მოგვიანებით ქვეყნის მასშტაბით მეც დავაკავებთ. ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, პრეზიდენტ ტრამპის გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის მხოლოდ მცირე ნაწილია. ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის მიხედვით ასევე დაიწყო სასაზღვრო კედლის მშენებლობის განახლებისა და განმტკიცების პროცესი. ამას გარდა შეჩერდა უცხოეთის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების პროგრამა. ჯერჯერობით იურიდიული პრობლემები პრეზიდენტის ამ ბოლო გადაწყვეტილებებიდან მხოლოდ ერთ აღმასრულებელ განკარგულებას შეექმნა. სიეტლში შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 20 იანვარს გამოცემული ბრძანებულება, რომელიც უსაბუთო მოქალაქეთა ამერიკაში დაბადებულ შვილებს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქეობის პრივილეგიას ართმევს. განკარგულებას ამერიკის 22 შტატი უერთდება. არ არის გამორიცხული ამ საკითხის განხილვა თვეობით გაგრძელდეს და საბოლოოდ გადაწყვეტილება შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღოს.